ესე იგი, შუა საუკუნეების წოდებრივ წარმომადგენლობით ორგანოებზე უნდა ვისაუბროთ. ეს წოდებრივ წარმომადგენლობით ორგანოები არის ერთ-ერთი ჩანასახი სამომავლო მმართველობებისა, რომელიც ზოგადად ჩამოყალიბდა ინგლისში და ყოველ შემთხვევაში ტრადიციულად ასე მოიაზრებენ, მაგრამ საქართველოს სხვა შორის თამარ მეფე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სცადა სოფლიოსთვის დაესწრო და ინგლისისთვის დაესწრო და შეექმნა ისეთი პრეცედენტი, როცა მონარქის უფლებები შეიზღუდებოდა და გაიზრდებოდა ხალხის უფლებები ამ შემთხვევაში. პირველ შემთხვევაში ვისაც ახლა უნდა ვისაუბროთ ზოგადად, ხო? არის ინგლისი და ინგლისი იმიტომ ვერ გავცდებით, რომ ინგლისში ჩვენ მივიღეთ ისეთი პრეცედენტული შემთხვევა, რამაც ბუნებრივად ინგლისი გახადა ამ ყველაფრის ამ მოვლენების სათავეში და რატო? იმიტომ რომ ინგლისმა შექმნა ისეთი მდგომარეობა განსაკუთრებით მე-13 საუკუნეში და ამ ყველაფრის სათავეში ასევე აღმოჩნდა ჯონ უმიწაწყლო და ვინ იყო ჯონ უმიწაწყლო, ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ თვითონ სახელი თქვენ თუ იცით საიდან მოდის ჯონ უმიწაწყლო. ანუ არ ქონდა მიწაწყალი, ანუ მმართველობა არ ქონდა და კონფისკაცია ჰქონდა ყველაფრის. ანუ მეოთხე შვილი იყო თავისი მამის და როცა დაიბადა ცოტა მიწა შეხვდა და ისიც დაკარგა მერე ფრანგებთან ბრძოლაში. ხო, ამაზე ამ შემთხვევაში ჯონ უმიწაწყლო პლანტაგენთა დინასტიის წარმომადგენელია, რომელიც მე-12 საუკუნეში მოღვაწეობდა, მე-12-მე-13 საუკუნეში, ეს უფრო ზუსტად რომ გამოკვეთოთ, ეს არის 1199-დან 1216 წლამდე და ისტორიაში შევიდა როგორც თავისუფლების დიდი ქარტიის, კერძოდ მაგნა კარტას ხელმომწერი და ფაქტობრივად მან წინააღმდეგობრივი ფიგურის სტატუსი მიიღო. მეტსახელი მიიღო იმიტომ, რომ ჰენრი მეორის უმცროსი ვაჟი, რომელიც იყო თავდაპირველად მემკვიდრე და მიწები თითქმის უნდა გადასცემოდა, ეს მიწები არ გადაეცა და შესაბამისად ინგლისური ტერმინი lakeland, ანუ მცირე მიწიანი, ამის მიწის გარეშე ეს სახელი პირდაპირ ქართულში გადმოვიდა და მოგვიანებით მისმა ტახტზე ასვლამ ეს რეალობა შეცვალა, ანუ ტახტზე ავიდა, ჩვეულებრივი მეფე გახდა გარკვეული პოლიტიკური გარდატეხების გამო, მაგრამ შერჩა სახელი და მთავარი პრობლემები, რაც განსაკუთრებით უნდა გამოვუკეთოთ მისი მმართველობისას, არის ის, რომ საფრანგეთში კერძოდ 1204 წელს დაკარგა საფრანგეთმა მოიგო უпростоრად და ინგლისმა დაკარგა ნორმანდია და სხვა ტერიტორიები, რაც მის ავტორიტეტს, ზოგადად ინგლისის ავტორიტეტს საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებდა. ასევე ფინანსური ზეწოლა იყო, ზოგადად მიწების დაკარგვამ გამოიწვია, რომ ეს მიწები დავიბრუნოთ და მოდი როგორ დავიბრუნოთ და ფინანსები იყო საჭირო და საერთოდ ფინანსების მართვა, ფინანსების ქონა ომების დასაფინანსებლად ზრდიდა გადასახადებს და განსაკუთრებით ერთ-ერთმა გადასახადმა, რომელიც საკმაოდ ისეთი უმიზნო იყო და რაღაცა ესეთი სპეციალური სკუტეიჯს ასეთი სახელი აქვს ამ შემთხვევაში, გამოიწვია ის, რომ არისტოკრატიის გარკვეული ჯგუფი გაბრაზდა, ამას რატო ვიხდით, ვის უხდით. კიდევ ერთი დეტალია, რომ მის მმართველობაში კონფლიქტი იყო ეკლესიასთან და შესაბამისად პაპი ინოკენტი მესამე გარკვეული მოცემულობით ჯონ უმიწაწყლოს განკვეთის ქვეშ ამყოფებს და განკვეთს იმის გამო, რომ ეკლესიას ებრძოდა და უპირისპირდებოდა. ანუ ზოგადად ჯონ უმიწაწყლო მოიაზრება ძალიან არაპოპულარულ მმართველად, რომელმაც თანამედროვე ქრონიკების და ზოგადად მოგვიანო ისტორიოგრაფიაც მას ხშირად აღწერს როგორც ავტორიტარულ და პოლიტიკურად მოუქნელ მმართველს, რომელმაც ვერც ავტორიტეტი მოიპოვა იმის გარდა, რომ მას მიწები არ ჰქონდა და ტახტზე მაინც ავიდა, ამის ეს მოცემულობაც რაღაცნაირად მას ხელს უშლიდა, რომ ავტორიტეტი გაზრდილიყო და რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რაც მიუღია ან მიიღო, შედეგი არ ქონია ფაქტობრივად. ამიტომ 1215 წელს
მიიღეს მაგნა კარტა არისტოკრატთა აჯანყების პირობებში ჯონი ხდება იძულებული რომ მათ მიერ შექმნილი ქარტია მაგნა კარტა ამ შემთხვევაში დაედასტურებინა იმის გამო რომ ოღონდ თქვენ გაჩვდით და აჯანყება ამ შემთხვევაში ჩაახშეთ და გაჩერდეს ხო მე მოგიწერთ და ჩემს უფლებებს შევიზღუდავ თვითნებურად ანუ ამ ქარტით მეფე იზღუდავდა თავის უფლებებს ამკვიდრებდა პრინციპს რომ მეფეც კანონის ქვეშაა და მე-13 საუკუნეში დაწყებული აი ეს ქცევა მე-14 საუკუნეში რენესანსს ქმნის ეს პრინციპი საფრანგეთშიც გერმანიაშიც გავრცელდა ესპანეთშიც გავრცელდა და საბოლოო ჯამში ეს მაგნა კარტა იცავდა ფეოდალთა სამართლებრივ და საკუთრებრივ უფლებებს მნიშვნელოვანი დეტალი რაც უნდა გამოვკვეთოთ არის ის რომ ქარტია არ იყო თანამედროვე ადამიანების უფლებათა დეკლარაციის მსგავსი დოკუმენტი უბრალოდ იყო ეს ელიტარულ ფეოდალური საზოგადოების წინაშე მეფის კომპრომისი, რომელმაც მოგვიანებით მხოლოდ რაღაცა სიმბოლური ხასიათი შეიძინა და შესაბამისად ამ დეკლარაციამ საერთოდ შექმნა ყველაფერი მსოფლიოში და საერთოდ ინგლისში. ამას ისიც უნდა დაუმატოთ, რომ ჯონ უმიწაწყლო 1216 წელს გარდაიცვალა სამოქალაქო ომის დროს და შესაბამისად ტახტზე ავიდა მისი არასრულწლოვანი ვაჟი ჰენრი მესამე, რომლის ასე ვთქვათ, რეგენტებმა ქარტია გამოსცეს ხელახლა, უფრო რაღაცა მყარი ვერსია, იმიტომ რომ არასრულწლოვანი შვილი როცა აკავს ამ შვილს გააკეთებინებ იმას, რასაც გინდა და შესაბამისად ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს შუა საუკუნეებში, როგორც ქალების, ისე მამაკაცების რეგენტობის პერიოდში, რომ განსაკუთრებით ქალებს უყვარდათ სხვათა შორის ქალებს უყვარდათ საკუთარი არასრულწლოვანი შვილების აყვანა ტახტზე. იმიტომ რომ ეს ქალები ამ დროს ძალაუფლების ზენიტში ადიოდნენ და თვითონ იყვნენ რეგენტები, მმართველები ამ შემთხვევაში. ანუ ჯონი ძალიან იშვიათად ითვლება კარგ მეფედ, მაგრამ პარადოქსული არის ის, რომ სწორედ მისი მმართველობა უკავშირდება ევროპული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთ საწყის წერტილს. ანუ ჯონ პირველმა უმიწაწყლომ და მისმა ქცევებმა და მისმა მარცხებმა შექმნა ინგლისში ისეთი პირობები, რომლებიც ძალაუფლების შეზღუდვას აძლევს დოკუმენტურ ხასიათს, წერილობითი ფორმა იყო ამ შემთხვევაში მაგნა კარტა. შესაბამისად, ამ ნაწილში ჯონის ქცევები თავისუფლების დიდი ქარტიის შექმნაში არის უმნიშვნელოვანესი, რომ არ ყოფილიყო ასეთი, ალბათ აქამდეც ვერ მივიდოდა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ახლა საფრანგეთს, ერთ კითხვას დავსვამშვალო. დიახ, გისმენთ? მე როგორც მახსოვს ისტორიიდან გარკვეულ პერიოდში ინგლისში მეფობის ხანაში გარკვეულ პერიოდში იყო ფრანგული ენა როგორც სახელმწიფო ენა. როცა მაგნა კარტა იქნება, მაშინ ინგლისური არის უკვე თუ ჯერ კიდევ ფრანგულ ენაზე საუბრობს ინგლისი? ეს დოკუმენტი ზოგადად რა არის, იცით? ამ პერიოდში არ არსებობს, როგორც გითხარით, ნაციონალური იდეა და თვითონ მაგნა კარტას დოკუმენტი უკვე არის მე როგორც ვიცი ინგლისურ ენაზე შედგენილი, იმიტომ რომ ამ დროს უკვე ინგლისი გამოყოფილია და საერთოდ ამ პერიოდში ეს პერიოდი ემთხვევა 100 წლიანი ომის პერიოდსაც მერე უკვე და შესაბამისად ესეც მოქმედებს. აქ უკვე ცალსახად გამოყოფილია და სხვადასხვა ის არის. მაგრამ არ აქვს მაინც მინდა ხაზი გაუსვა. ნაციონალიზმის განცდა არ აქვს. აქვთ მხოლოდ რელიგიური მიკუთვნილობის განცდა. მაგალითად, ვინც ჩემი რელიგიისა, ის ჩემი მტერი არ არის. ვინც ჩემი რელიგიის არ არის, ის ჩემი მტერია, იმიტომ რომ რელიგია იყო მაპროვოცირებელი ძალა, აღმზრდელი ფუნქციის ქმედითი პოლიტიკაში მთავარი ძალა ჰქონდა, რელიგიური ნიშნით ხდებოდა დაქორწინებები, არ შეიძლებოდა ისლამის მიმდევარზე დაქორწინება და ვერ დაქორწილდებოდი საერთოდ ვერავისე. დინასტიური ქორწინებაც კი რელიგიური ნიშნით ხდებოდა ხოლმე და
იმის გარდა რომ პოლიტიკაც ერევა მერე უკვე და განსაკუთრებით აქ იკვეთება რომ შენ მაგალითად მეფე რო დაქორწინებულიყო არაქალწულ ქალზე ეს იყო სიგიჟე ამას პაპი ვერ აიტანდა სასულიერო პირი არქიეპისკოპოსი ყველა დაგიპირისპირდებოდა ეს არ იყო და ამიტომ იყო სხვათა შორის თამარი ებრძვის პატრიარქს მოაკვლევინებს პატრიარქს თამარ მეფე საერთოდ იმიტომ რომ ეზიზღებოდა თამარი რომ მეფე გახდა ხა წარმოიდგინეთ როგორი აზროვნების ფორმა იყო შუა საუკუნეებში რომ ქალი მეფე ეს ჩვენ გგონია ეხა რომ ბუნებრივია მაგრამ მაშინ ქალი მეფე ეს არის ისეთი იდეა რომ ქალი გახდეს აი დღეს თქვენთვის არ ვიცი ეხა ვინც ტექნიკურ ნაწილებში ერკვევით ქრისტიანი რომ გახდეს ეპისკოპოსი ქალი და წირვა ჩაატაროს ქალმა. დაახლოებით ასეთივე სიგიჟე ჩემთვის არ არის, ახლა მე საერთოდ პრობლემა არ მაქვს, ქალი იქნება თქვაც ჩემთვის არსებითად არ აქვს, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ქრისტიანობა ჩემთვის ცოტა სხვა ფენომენია, ადრეს გითხარით და ახლაც გავიმეორებ, მაგრამ ტექნიკურ თეორიულ ნაწილში ქალი რომ დღეს წირვას ატარებს და აი ბაპტისტები რომ არიან მაგალითად და ბაპტისტური მიმდინარე იქ ხომ ქალი არის ეპისკოპოსი და მმართველი ძირითად შემთხვევაში, იქ დაშვებულია ეს, მაგრამ მართლმადებლო სამყაროში რომ ქალი გახდეს ეპისკოპოსი, ალბათ მოხდება დიდი ომიანობა ეგრისში. სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს ფანატიკოსი ხალხი რო გამოვა და იტყვის რომ ქრისტიანობას გვართმევენ, ალბათ რა ვიცი, იძულებული გახდებიან რომ უკან წაიღონ. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი, რასაც დღეს შედეგი გვაქვს ქრისტიანობაში განსაკუთრებით, რაღაც ტრადიციას ეყრდნობა 100 წლოვან თუ 1000 წლოვან ტრადიციას და ამ ტრადიციის მიხედვით მიიღო კათოლიციზმმა ის რაც მიიღო მე-13 საუკუნეში. ისა პოლიტიკურად რამ შემთხვევაში და იგივე მოცემულობით ის რომ რეფორმაცია დაიწყო ევროპაში და არა საქართველოში, ამისი საბაბი ეკლესიამ შექმნა თვითონ და პაპობის თავს გადასულმა ფუფუნება ამ შემთხვევაში. მაგრამ საქართველოში ზერ გადავალ და მოკლედ მაგაზე ცალკე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში. კარგით. ეხა კიდევ არის კითხვა რამე ამ ნაწილში. ბარემ კითხეთ თუ რამე დეტალი გაქვთ დასაზუსტებელი რომ ჩავშალო. მე არ მაქვს. ხო, ახლა რაც შეეხება ზოგადად საფრანგეთშიც პრაქტიკულად იგივე მდგომარეობა, აქაც მეფეს უპირისპირდება ეკლესია, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ღრმა ფესვები არის ხოლმე გადმული განსხვავებით ინგლისისგან, მაგრამ ინგლისი ცოტა სხვა შემთხვევა და სხვა სახელმწიფო სტილის იყო, ვიდრე ახლა ევროპული, უფრო მეტად ევროპული საფრანგეთი, რომელიც თავიდანვე ბარბაროსულ რელსებზე იყო აგებული და იქ ფრანკები და იქ საღვთო და ეს ყველაფერი იყო ერთდროულად ჩამოყალიბებული. ზოგადად ხო, აქ ერთი უნდა დავამატო და არ მინდა ინგლისში გამორჩეს. ინგლისში 1265 წელს მოწვეული იქნა საბჭო, რომელშიც შევიდნენ ცალკეული სოფლებისა და ქალაქების წარმომადგენლები. აქ იყვნენ 2 რაინდი, 2 მოქალაქე თითო ერთეულიდან და ამ საბჭოს ეწოდა პარლამენტი. აი ეს იყო პირველი პარლამენტის შექმნის მცდელობა ინგლისში და ბევრი ისტორიკოსი 1265 წლის საბჭოში თანამედროვე თემთა პალატის წინამორბედ ინსტიტუტს ხედავს. თემთა პალატა იცით რომ თემთა პალატა, ლორდთა პალატა ცალ-ცალკე არის და პრემიერ-მინისტრი აქედან ეს ჯგუფები ირჩევენ და საბოლოო ჯამში ინგლისი დღესაც კი არის ამ მოწყობის და ეს სისტემა აქვს ამ შემთხვევაში. უბრალოდ ეხლა ბევრ დეტალს აღარ ჩავშლი, იმიტომ რომ აღარ მინდა ძალიან განმავრცო. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ საფრანგეთს. საფრანგეთში ამ შემთხვევაში ამის პარალელურად, რაც ინგლისში ხდებოდა, გენერალური შტატები არსებობდა, წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოების მსგავსი და ეს ყველაფერი ეს ორგანო მე-14 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. მიზეზი იყო ისევ ეკლესიისა და მეფის, ანუ მონარქიის დაპირისპირება. თვითონ გენერალური შტატები ზოგადად არის ძველი რეჟიმი, საფრანგეთის 3 ასე ვთქვათ, სასულიერო არისტოკრატიისა და მესამე მოქალაქეების წარმომადგენლობითი ჯგუფი. ეს არის წარმომადგენლობითი კრება და მისი არსებითი თვისება არის, რომ მეფე იწვევს, მერე კრება იკრიბება და მეფე მხოლოდ მაშინ იწვევს ამ კრებას, როცა რაღაცა კრიზისია ქვეყანაში და
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება საფრანგეთში განსხვავებით ინგლისისგან, რომ მეფეს არ აქვს ფული, მეფე ომშია და მეფეს სჭირდება ლეგიტიმაცია. ეს ისეთი რაღაცაა, რომ ეხლა მე ჩემს მეგობრებს დავუძახებ და ნახე ისინი ჩემზე რას იტყვიან. ანუ ამ პრინციპით მეფე თავისი ლეგიტიმურობის დაცვისთვის ხალხს იკრებს, იმიტომ რომ დაუპირისპირდეს ბონიფაციუს მერვეს, რომელმაც თქვა, რომ შენ გადასახადები, რომლებიც ამ შემთხვევაში ეკლესიას უნდა მიეცა, ეს აკრძალა ამ შემთხვევაში და მეფეს აუკრძალა, მეფისთვის გადახდა აკრძალა. ისევ აქ ლეგიტიმაციის ამბავია და შესაბამისად პირველი ეროვნული შეკრება 1302 წლის 10 აპრილს მოხდა და აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ პირველი გენერალური შტატების შეკრების შედეგად განიხილეს ფრანგი მეფის, საფრანგეთის მეფის, ფრანგების მეფის ფილიპე მეოთხე ლამაზისა და პაპ ბონიფაციუს მერვეს შორის კონფლიქტი ამ შემთხვევაში და აქვე რაც უნდა გამოიკვეთოს არის ის, რომ 1302 წელს მტკიცედ ეს საზოგადოება დაუდგა გვერდით მხარში ამოუდგა მეფეს, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი აზრის ეროვნულ-გეოგრაფიული გამოკითხვა სხვათა შორის და გავრცელდა კონკრეტულად ვის უჭერდნენ მხარს და როგორც მეფე ფილიპე ცდილობდა რაღაცნაირად საკუთარი ლეგიტიმაციის მოპოვებას, ისე პაპის ცდილობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის ხარდაჭერით აი ამ ყველაფერმა იმუშავა მეფის სასარგებლოდ. 1302-ში გენერალური შტატები ჯერ არ იყო ინგლისური პარლამენტის მსგავსი, მაგრამ ინგლისური გაგებით, რომ შევაფასოთ, ის უფრო იყო რაღაცა პოლიტიკური საყრდენის მობილიზაცია მეფის მხრიდან. მეფე ებრძვის პაპს ამ შემთხვევაში, ხო? ანუ მას სჭირდება ხალხი. ეს არის ლეგიტიმაციის საჯარო ენა და მხოლოდ მეორად სამართლებრივ კონსტიტუციურ კონტროლის ინსტრუმენტს შეიძლება ქმნიდეს საფრანგეთში, განსხვავებით ინგლისისაგან, რაც ხარ უნდა გავხსნა. ამას კიდევ ისიც უნდა დაემატოს, რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ 1308 წელს ფილიპე მეოთხე ტამპლიერების საქმე დაიწყო, როგორც ასეთი. ვინ იყვნენ ტამპლიერები და რას წარმოადგენდნენ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, როცა ჯვაროსნულ ლაშქრობებზე გადავალთ, მაგრამ ეს საზოგადოება არის ჯვაროსნული ლაშქრობის შექმნილი ერთ-ერთი რელიგიური ორდენი, რომელთა მიზანი ცოტა სხვაგან იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ ბოლოს იმდენი ფული იშოვეს, რომ სერიოზული ძალაუფლება შეიძინეს საბოლოო ჯამში. 1308-ში გენერალური შტატები შეიკრიბა ქალაქ ტურში და ტამპლიერების ორდენის განკვეთა და განადგურება გადაწყვიტა. ანუ პირველად ეს აჩვენებს სხვათა შორის იმას ტამპლიერების საქმე, რომ ფილიპე მეოთხემ პირველად გამოიყენა განსაკუთრებით სენსიტიურ სახელმწიფო ეკლესიურ ოპერაციაში გენერალური შტატები, სადაც პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება უნდოდა და 1308 წლისთვის გენერალურ შტატებს ჰქონდა საკმაოდ დიდი ფასი. 1316 წელი კიდევ ერთი დეტალია, როცა უკვე ამ შემთხვევაში ჩვენ სახეზე ყავს საფრანგეთის მეფე უკვე ლუი მე-10 და ლუი მე-10-ის სიკვდილის შემდეგ 1316 წელს კრებაზე მემკვიდრეობის საკითხი გადაწყდა და ფისკალური დღის წესრიგი მათ შორის ამ შემთხვევაში. ანუ აქაც უნდა გამოიკვეთოს 1316 წლისთვის, რომ უკვე გენერალურ შტატებს აქვს შეძენილი საკმაოდ სერიოზული ფუნქცია. 1320 წელი კიდევ ერთი დეტალია, როცა ფინანსური წინააღმდეგობის პრობლემა დადგა და ფინანსურ ნაწილში ძირითადად ამიტომ იკრიბებოდნენ და ფაქტობრივად 1320 წლიდან გენერალური შტატები გარდაიქმნა ფისკალურ პლატფორმად, როცა ფული დაჭირდებოდა ვინმეს, მოიწოდნენ და ეს გენერალური შტატები თანხების მობილიზებას უწყობდა ხელს. 1355 წელს, როცა 100 წლიანი ომი მიმდინარეობდა, ჟაკერის ამბოხი როცა დაიწყო მერე უფრო მოგვიანო პერიოდში, იქაც იგივე 100 წლიანი ომის დროს საერთოდ პუატიეს კატასტროფა რაც იყო და ეს რეფორმების ფანჯარა რომ გახსნილი იყო, სწორედ აი ამ პერიოდში ჟან მეორე იწვევს ომის დაფინანსებისთვის ისევ გენერალურ შტატებს და მიზანი აქაც აქვს, რომ
ფული მოაბილიძონ, რაც შეიძლება სწრაფად 1356 წელს პუატიეს ბრძოლაში, როცა საფრანგეთი დამარცხდა და მეფე წვდვარდება, სწორედ აი ამ პერიოდში ხდება გენერალური შტატების ფუნქციის გაღვიძება. შემდეგ უკვე გენერალური შტატები ცდილობს და სთავაზობს ასე ვთქვათ შარლს, შემდგომში უკვე არის ესა შარლ მეხუთე, რომელიც ამ შემთხვევაში ამ ფუნქციით გენერალური შტატების დახმარებას სთავაზობს და ეუბნება, რომ შეგიძლია გენერალური შტატები გამოიყენო ამისთვის. ანუ მათ უკვე თვითონ იციან როგორ შეიძლება მარტივად მოაბილიზო საკმაოდ დიდი თანხები. პარიზიც, მათ შორის მარსელიც განსაკუთრებით გამოკვეთილია და ეს პროცესიც ჟაკერის ამბოხი სწორედ 1358 წელს დაიწყო და სწორედ მარსელში სრულდება საბოლოო ჯამში ივლისში და აქაც მათი როლი საკმაოდ დიდი იყო მეფის ფინანსური სარგოს ნაწილში. ანუ რეალურად ომები და ეს ომების კატასტროფები ქმნის იდეას და ფაქტობრივად რეფორმებს, რომ მონარქი ყოველთვის შეიძლება იყენებდეს გენერალურ შტატებს იმისთვის, რა მიზანით შეიძლება იმ მოკლე პერსპექტივაში გქონდეს. და 1484 წელს კიდევ დიდი კრება მოიწვიეს, 250 მონაწილე იყო სხვათა შორის ამ შემთხვევაში და ამ ნაწილში განსაკუთრებით ძალიან დეტალური ინფორმაცია არის გამოკვეთილი ბრიტანიკაში ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც დეტალურად აღწერს გენერალური შტატების საერთო ხასიათი როგორი იყო და ქალაქ ტურში მოიწვიეს ეს კრებაც, მცირე მიზნები ჰქონდა ამ შემთხვევაში, მაგრამ ის დაპირებები, რაც მეფემ მისცა, ვერ შესრულდა და 1486 წელს ისევ მოიწვიეს. ანუ ეს არის ფრანგული გენერალური შტატები არის ფრანგული მოდელი. კლასიკური მაგალითი ამისი არის მხოლოდ გადასახადების აკრეფა. ისე რაღაცა სისტემური თანხwebdra რომ ყოფილიყო, როგორც ეს შეიძლება ინგლისში გამხდარიყო, ასეთი ამ შემთხვევაში არ იყო. განსაკუთრებით 100 წლიანი ომის ეპოქაში ძალიან მოუქნელი გახდა, ზედმეტად ურჩი, თითქმის ვერაფერს ვეღარ აკეთებს და მხოლოდ ჩხუბი იყო და რაღაც შეთანხმებაზე თუ მივიდოდნენ, მეფეს ძალიან გაუხარდებოდა საბოლოო ჯამში. ანუ საფრანგეთის მონარქი ცდილობდა უკვე გადასახადებისა და ადმინისტრაციის მართვას სხვადასხვა არხებით და საბოლოო ჯამში ეს ეროვნული წარმომადგენლობა, რომელიც რეალურად უნდა დახმარებოდა მეფეს გადასახადების მოკრეფაში, აღარ იცვლება. ამიტომ ამ ფუნქციის დონეზე დარჩა მხოლოდ ის, რაც დარჩა. აქ და ამ ნაწილში თუ გაქვთ შტატებთან დაკავშირებით რაიმე კითხვა? შტატებთან დაკავშირებით არა, მაგრამ ეს რომელი დინასტია იყო საფრანგეთში ამ დროს? საფრანგეთში როდის კონკრეტულად? აი ეს გენერალურ შტატების პერიოდში. აი თუნდაც ის ლუი ლამაზიო რო თქვით, ლამაზების დინასტია იყო თუ პლანტაგენეტი? კი. არა, ლამაზების დინასტია გვარი იყო ეს მისი და შესაბამისად მაგ დინასტიის ის იყო, რა ქვია, წარმომადგენელი იყო, მაგრამ იცით რა არის საფრანგეთში რა შემიძლია თქვა? სასაცილოა, მაგრამ ჩვენ ხო ერთი დინასტია გვმართავდა ყოველთვის ბაგრატიონები ამ შემთხვევაში რომელიც იყვნენ, რა ვიცი, სულეგენი იყვნენ. ხო ჩვენ ხო არ ყავს სხვა დინასტია, რომელიც საქართველოს მართავდა როდისმე. და რაიმე აქ საფრანგეთში იმდენი დინასტია 100. შეიძლება ერთ თვეში 3 დინასტია შეცვლილიყო. ანუ ეს აჯანყებები და საფრანგეთში არსებული მდგომარეობა ყოველთვის ვიღაცას გადაწონიდა, ვიღაც განსაკუთრებულად უფრო ისეთი ხდებოდა გამორჩეული და იცვლებოდა. ანუ ეს დინასტიებს ფიზიკურად ვერ ნახავთ ამ შემთხვევაში ერთს, რომელიც შეიძლება რაღაცა ძალიან დიდ ხანს და როგორც ჩვენთან ბაგრატონები იყვნენ, ასე გაგრძელდეს. ამიტომ რა ვიცი, ბევრი დინასტია იყო ამ შემთხვევაში.
ბაგრატიონება როგორ შეძლეს, რომ ესე მთელი ამდენი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს ეს მდგომარეობა და არ დაკარგეს სამეფო ტახტი? ბაგრატიონებმა რა? როგორ შეინარჩუნეს ეს მდგომარეობა, რომ სამეფო ტახტი ამდენი საუკუნის პირველ რიგში მე მაინც მგონია, რომ მე ამ საკითხის ესეთი სიღრმისეული მკვლევარი არ ვარ, ეს პირდაპირ ეხება საქართველოს ისტორიის ყოველდღიურობას, მიუხედავად ისე, რომ ყოველდღიურობის ისტორიას ვიკვლევ, საქართველოს ნაკლებად ვიკვლევ, უფრო ევროპის მაინტერესებს ამ შემთხვევაში. მაგრამ ხასიათი რა არის? ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ისევ პროვიდენციალისთან მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესი ფენები იმდენად გაუნათლებლები იყვნენ, რომ მათ ბაგრატიონების ლეგიტიმურობის, ვინაიდან ესენი და სხვათა შორის ბაგრატ მესამეს ჰქონდა უნიკალური, რა ქვია, უნიკალური დამთხევა საკუთარ თავთან. სამი მემკვიდრეობა გააერთიან ერთ ადამიანში. ანუ იგი იყო ქართლის მეფის მამამისი იყო ქართლის მეფე გურგენი და მისი შვილი, დედამისი იყო აფხაზთა მეფის და იქედან ჰქონდა და ასევე ტაოკლარჯეთის დავით მესამე კურაპალატის ნაშვილები იყო. ანუ ერთ ადამიანში სამი მემკვიდრეობა ერთიანდება. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ბაგრატიონებმა შეძლეს ეს ამოცემულობით სამი მემკვიდრეობის რაც ვერ შეძლო სხვა მაგალითად ბაღვაშებმა. უბრალოდ ბაღვაშებს მიკროფონი ძალიან გთხოვთ რომ აკონტროლოთ. უბრალოდ ბაღვაშებს რა არის ისი ძალაუფლება იმდენად დიდი ჰქონდათ მათ უკვე რომ ბუნებრივად გაჩნდა ამისი იდეა რომ ის რა ქვია რატომი არ უნდა ვიყო მეფე, ხო? და ეწინააღმდეგებოდა კიდევ ფეოდალური აზროვნების პრინციპს. მემკვიდრეობითი იყო გარდა ამისა ფეოდალიზმი მოგეხსენებათ, მამიდან უფრო შვილზე გადადიოდა და რაღაცნაირად ამ ბაგრატიონებმა მოახერხეს ამ ლეგიტიმურობის იმ ყველა აჯანყების ჩახშობის, ანუ ფორტუნა მათ მხარეზე იყო, რა მარტივად ვთქვათ, და საფრანგეთში იმდენი აჯანყება იყო. ერთი მეორეს რო შეცვლი და მე მესამე აჯანყდებოდა და აი ხალხიც სხვანაირი იყო. ხასიათი მათი სხვანაირი. ბევრად დიდი იყო და ბევრად სხვა სიტუაცია იყო იქ. რაც შეეხება ახლა ესპანეთს, ესპანეთიც იგივეა, ანუ ბევრი დეტალი რო არ აღწეროთ ამ შემთხვევაში არ გავყვე. ლეონის კორტესი არის პირველი კორტესი და ეს წლებში პირდაპირ გიწერიათ 1188 წელი ლეონის კორტესი 1230 წელი ლეონისა და კასტილიის კორტესების გაერთიანება ამ შემთხვევაში 1188 წელს ალფონსო მეცხრის მიერ მოწვეულ სამეფო საბჭოს რომელსაც ეწოდა კურია რეგია აი ამ კრებას ფაქტობრივად ეწოდა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც სხვათა შორის არის პირველი ევროპაში და მსოფლიოში არის პირველი. ანუ ამ საბჭომ დაასწრო ბრიტანეთსაც. ოღონდ გახსოვდეთ, რომ არაგერიოთ, ბრიტანეთი არის პარლამენტი, მსგავსად მიჩნეული, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რატომ არის თქვენი აზრით ბრიტანეთი მაინც და მაინც პარლამენტად და არა ესპანეთი. იმიტომ რომ ეგ ტრადიცია გაგრძელდა, ანუ თავის დროზე, რადგანაც დაიწყო ბარონებმა დაიწყო და დღესაც ეგ არის ინგლისში. კი, ვესტმინსტერის სისტემა არის დღეს ახლა. ხო, ანუ პრაქტიკულად ინგლისმა ეს თავიდან მოიწონა და შედეგი დადგა და პირველ პარლამენტად რომ აი ყველაზე ფუნქციური რაც გახადა ინგლისმა იყო ეს რაც სხვა შემთხვევებში უბრალოდ არ გამოიკვეთა და მხოლოდ სხვა ყველგან და ყველა დანარჩენში შეიძინა მხოლოდ გადასახადების აკრეფის ფუნქცია. აი ალფონსოს მიერ მოწვეული კურია რეგიაც ამ პრინციპზე იყო დაფუძნებული და შესაბამისად მეზობელთან საფრანგეთთან ზეწოლა რომელიც მოდიოდა მათი მხრიდან მოიწვია არისტოკრატთა და უმაღლეს საბჭოს ასე ვთქვათ ძლიერი
ჯგუფი დიდი ქალაქების მდიდარი ვაჭრების ესეთი რაღაცა რომ ომია ეხლა და ბიზნესმენებს რო იწვევს ქვეყანა რა ფული მჭირდება და ფული მოიტანეთ რა ფული დათეთ რა ანუ ეს პრინციპია ამ შემთხვევაში რომ მეფეს ფული აღარ აქვს სახელმწიფო იღუპება და თქვენი ფული ვის რაში სჭირდება თუ დაგვიპყრობენ რა თქვინდა თქვენი ფული რომ თქვენ მდიდრები იყოთ ეხლა დღეს სხვა სამყაროა მაინც გაიქცევი ქვეყნიდან და გაფრინდები ამ შემთხვევაში და მაგრამ ზოგადად ომიანობის პერიოდში ახლა უკრაინაში მაგალითად ძალიან კონტროლდება ყველაფერი განსაკუთრებით ამ მიმართულებით რომ ბიზნესი მხარს უჭერს გარკვეულწილად ომის წარმოებას და გარკვეული ბიზნესი გარდაიქმნა სამხედრო მათ რა ქვია ქარხნად და აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა რომ თუ ომი გვინდა მოვიგოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ ეხლა მე დავაფინანსებ ამას და ეს ჩვეულებრივი მომენტია. იგივე პრინციპია, რომ ხალხი მოიწვია მდიდარი ვაჭრები და მოღვაწეები და უთხრა ფული მჭირდება ამ შემთხვევაში გამოკვეთო. ანუ აქ 1188 წლის ტექსტებში განსაკუთრებით ჩანს ის, რომ კერძო საკუთრებას იცავდნენ, მაგალითად საცხოვრებელი იყო მათთვის ხელშეუხებელი, სასამართლოში გასაჩივრების უფლება ჰქონდათ კიდევ და მეფის ვალდებულება იყო ის რომ ნებისმიერ ნაბიჯზე მე ხო შენ ფულს ვიყენებ მე თუ მეფე ვარ და გართმევ შენ ფულს მაშინ რა ნაბიჯსაც გადავდგავ ყველა ნაბიჯზე უნდა კონსულტაცია გავიარო და კითხო აბა ახლა როგორ დავხარჯო ფული და რაში დავხარჯო ანუ ორტესებში თანხმდებოდნენ რომ ჩვენ დახმარება გჭირდება და სახელმწიფოს ფულით ვეხმარებით მაგრამ იმაში თანხმდებოდნენ რომ მეფე ჩვენ ფულს ესე მარტივად ვერ წაიღებს ანუ მითხრას რა რასაკეთებს ამ შემთხვევაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რაც განსაკუთრებით ლეონის კორტეს ჰქონდა და მე 1230 წელს ეს ლეონის კორტესები გაერთიანდა და მე-12-მე-14 საუკუნეებში მას ვუწოდებთ ლეონ კასტილიის კორტეს. ლეონის ანუ ინოვაცია არ დარჩა ეს რაღაცა ერთჯერადი სცენა ის რაც ალფონსო მე-9-მ ჩამოაყალიბა და მე განვითარდა და მივედით ჩვენ ევოლუციამდე როგორც ასეთი და მეფე რას ითხოვს ამ შემთხვევაში ითხოვს რესურს ქალაქები მაგალითად ოსტატები ითხოვენ გარანტიებს თვითონ მაგალითად სამართალი ადგილობრივი აი ამ ყველაფრის დამატება ხდება განსაკუთრებით შემდგომ განვითარების ეპოქაში და ამ პერიოდს განსაკუთრებით ეწოდება მოლაპარაკებების ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა და კორტესებმა მიიღო შემდგომში ზოგადი პრივილეგია, განსაკუთრებით არაგონის სამეფო როცა გამოიკვეთა და გააქტიურდა და ყველაზე საინტერესო აქ ჩანს ესა კრონი, crown ამ შემთხვევაში, რომელიც არაგონის სამეფოს სივრცეში ჩამოყალიბდა და შეიქმნა და ეს იყო ძირითადად პრივილეგიების პოლიტიკა, გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა ეს კორტესი განსხვავებით იმ წინა კორტესისგან, ანუ ეს კრონი კორტესისგან ცოტა უფრო განსხვავებული იყო და 1293 წელს ამ საზოგადო პრივილეგიური შეთანხმების შედეგად არაგონის დიდებულებმა და ქალაქებმა აიძულეს მეფე პეტრე მე-3 რომ უფლებები ამ შემთხვევაში რაც ზოგადად არსებობდა გაეფართოვებინა და კორტესი გამხდარიყო უფრო რეგულარული სისტემა რომელიც საბოლოო ჯამში ესპანეთს უფრო სხვა სახით წაადგებოდა ანუ თუ გინდა რესურსი და ფული მაშინ აღიარეთ ჩემი წესები ანუ რეალურად კორტესის პირვანდელი ვერსია მხოლოდ ფულზე იყო და კონსულტაცია ხდებოდა მეფის მხრიდან და მეორე ვერსიაში ლეონ კასტილიის და მე არაგონის კრონის კორტესი მსგავსი აქ უკვე ხდებოდა მიდგომა ასეთი იყო გინდა ჩემი ფული მაშინ ჩემი წესები უნდა აღიარო ეს არის ძირითადი პრინციპი რაც ჩვენ შეგვიძლია აქ გამოვკვეთოთ ამიტომ საფრანგეთი და ესპანეთი თითქმის მსგავსია თუმცა ესპანეთში უფრო განვითარდა ამიტომ ჩვენ შეიძლება პირველი კორტესები წარმოვადგინოთ საფრანგეთში, ისა ესპანეთში, პირველი პარლამენტი მოვიაზროთ ინგლისში ამ შემთხვევაში. კითხვა თუ გაქვთ აქედან?
კი ბატონო. მაშინ გადავიდეთ ახლა გერმანიაზე და მერე საქართველოზე და ამით ამოვწურავთ ამ თემას. გერმანული ლანდტაგები, ნუ პრინციპში აქაც იგივე ახლა ბევრი რომ აღარ ვისაუბრო და რაღაცა მიებს არ ჩავყვე, უნდა გამოიგოთოს ერთი რამ. შუა საუკუნეებში გერმანიაშიც არსებობდა წოდებრივი წარმომადგენლობითი ორგანოები, ამას ერქვა ლანდტაგები და გერმანულ სახელმწიფოში არსებობდა ლანდტაგური სისტემა. ლანდტაგი ლენდ არის მიწა და ლანდტაგი ამ შემთხვევაში არის კონკრეტული მიწა, რომელიც ეკუთვნის სამთავროს, საჰერცოგოს, მაგალითად ვიურტემბერგის ლანდტაგი, ბავარიის ლანდტაგი, საქსონიის ლანდტაგი და ასე შემდეგ. ანუ აქ ყველა ლანდტაგი ნიშნავს პოლიტიკურ ერთეულს, რომლის მმართველიც არის ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც არის ჰერცოგი, გრაფი ან პრინცი, რა ვიცი, ნებისმიერი პრინციპით შეიძლება მიუყვეთ და იერარქიულად დავალაგოთ. მაგრამ ხომ არ იცით რა განსხვავება ლანდტაგსა და რაიხსტაგს შორის? აი ხა აქ ილუსტრაცია არის მოცემული. ლანდტაგი რამდენადაც ვიცით, გამოდის იქიდან რომ ეს არის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო კონკრეტულ ტერიტორიაზე, ანუ მაგალითად ხო და ანუ რაიხსტაგი არის, ოდესაც აი ამ ადგილობრივი მიწების წარმომადგენლობა არის ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოში. დიახ. რაიხსტაგი არის იმპერიული ფორუმი, სწორია, მადლობა და ეს იმპერიული ეგრეთ წოდებული შტატები არის თვით უფრო მაღალი დონის, საკურველია და ბუნებრივია ცენტრი მის მფლობელობაშია, მაგრამ მთავარი განსხვავება მაინც რომ გამოკვეთოთ, რაიხსტაგი წვეთს იმპერიულ საკითხებს, აქ არის რეფორმები, საერთო ომი, გადასახადების სამართალი და ლანდტაგი წვეთს მხოლოდ ტერიტორიის იმ შიდა მოწყობას და მხოლოდ ფისკალურ, ანუ ფინანსურ და იურიდიულ კონტრაქტებს. აქ არის გადასახადები, ვის რას ესხი სჭირდება, სამხედრო გაწვევა და წესრიგი. ამ პრინციპით იმართება დღეს ისევ ლანდტაგები, ისა გერმანია, რომელსაც აქვს ლანდტაგური და ასე ვთქვა, რაიხსტაგული ფუნქცია და რაც ყველაზე მთავარია, ეს ლანდტაგები არ ჩნდება ისა ჰუმანისტური იდეებით, ხო, და იდეალებით. აქ არის მთავარი დეტალი, აქ არის ახალი გადასახადები მჭირდება, სუბსიდირება ხდება, აი მაგალითად ომის დინასტიური კრიზისის შემთხვევაში თუ რამე იყო, აქაც კი დახმარება იყო. სახელმწიფო აპარატი ზოგადად იზრდებოდა და ამის სანაცვლოდ ითხოვდნენ რას? აქაც იგივეს პრივილეგიას, დოკუმენტურ თანხმობას, ამ ლოგიკას სხვათა შორის 1311 წელს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთ ჰერცოგს ფული სჭირდებოდა ძალიან სასწრაფოდ ამ შემთხვევაში და ამ ლანდტაგებმა დაამტკიცეს ესევე კეთილშობილმა ლანდტაგებმა დაამტკიცეს ახალი გადასახადი და ესევე რა პრობლემაა, თავიანთი უფლებებით დაადასტურებინეს, ოღონდ ჩემ ფულს მოგცემ და შენ უფლებებს დამიდასტურებ. ეს ჩვეულებრივი მოვლენა. ან პრინციპში დღესაც ასეა, მართლობით მაშინაც ნაწილში მე ფულს გიხდი და შენ რაღაცას უბრალოდ მისრულებ რა რაღაცას. ამ შემთხვევაში და სარგებელი უნდა მქონდეს შენ რაც არის და სხვათა შორის უფრო ღრმა პოლიტიკურ ნაწილში რომ წავიდეთ, ეხლა ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ღრმა პოლიტიკურ ნაწილში ლანდტაგები ზოგადად და ეს კორტესები და წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოების თანამედროვე ფენომენი რა არის? მუნიციპალური მთავრობები, საქართველოს მთავრობა არა. მუნიციპალური ხელისუფლება რაც არის, ხო? ანუ რეგიონის ხელისუფლება, მაგალითად საქართველოს მაგალითზე რო ვიყო, გვაქვს ცენტრში თბილისის მთავრობა, ცენტრალური მთავრობა და იდეაში მე გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლებები. ეგრე გამოდის დღეს. ანუ შეიძლება ეგენი მოვიაზროთ ფინანსურად აძლევ რაღაცას, მაგრამ მუნიციპალური ხელისუფლებები ეგ ჩვეულებრივი ნაწილია, თანამედროვე შესატყვისი
ლანდთაგური, აი წოდებრივ წარმომადგენლ გარდაქმნა, ოღონდ ეს განვითარებული, ანუ ადრე ლანდთაგები მაინც და მაინც ხელისუფლებაზე იყო ორიენტირებული და მორგებული ხალხზე, მაგრამ დღეს წოდებრივ წარმომადგენლთა ორგანოების თანამედროვე და პოლიტიკური, ღრმაპოლიტიკური შედეგი არის არასამთავრობო ორგანიზაციების რომელიმე ქვეყანაში ყოფნა. ანუ პრინციპი სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს აღებული აქვს ლანდთაგური და ზოგადად წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოების სისტემიდან. რითი, ანუ რაში მე შენ გაძლევ ფულს და შენ მე მიდასტურებ შენს უფლებას. და ეს ისეთი რაღაც, ეს არის თანამედროვე დაპყრობის იარაღი სხვათა შორის, რასაც ჰიბრიდული ომის მეთოდიკაში ცალსახად ცალკე და გვერდი და თავი ეთმობა და აქ იგულისხმება ის, რომ მე შემიძლია დაგაფინანსო, მაგალითად რუსეთი აკეთებს და აკეთებს ამას ირანში, ევროპა აკეთებს ყველა პატარა ქვეყანაში და შენ გაატარებ ჩემს ინტერესს და დამიდასტურებ უფლებას, მაგრამ განსხვავება აქ ერთია ხა ევროპას რომ ბოლომდე არ წავგმინოთ. ის რომ ევროპული წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც სხვაგან იხსნება, ძირითადად მოიცავს დემოკრატიულ პრინციპების გატარებას. და იმპერიულ ნაწილში, აი რუსები რასაც აკეთებენ, რუსები ძირითადად მოიცავენ აგენტურული ევროპასაც აქვს, მაგრამ აგენტურულის გარდა მოიცავს უფრო საბოტაჟური რაღაც ქცევებს ამ შემთხვევაში და განსაკუთრებით ამას იყენებენ იმპერიულ ნაწილში. კარგით, კითხვა თუ არის აქედან? ჩემს გასკება. ეხლა გადავიდეთ მაშინ ეხლა გადავიდეთ მაშინ სამეფო საქართველოზე, რომელშიც შექმნილია მსგავსი სისტემა და საქართველო იქნებოდა პირველი მსოფლიოში, თუ მოხერხდებოდა ამ სისტემის ჩამოყალიბება ისეთად როგორადაც უნდა ჩამოყალიბებულიყო. აი ამ ილუსტრაციაზე ვის ცნობთ ეგ მაინტერესებს? თამარი თავისთავად დედოფალი არის და სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ყუთრუასლანი, რომელიც მიდის და კარავის იდეით შედის. რა? ეს ქალები ხვაშაკ ცოქალი და ეს არის? რავაი ჯაყელი. დიახ. ისტორია, კი ბატონო. ესე იგი, რა არის კარავი ზოგადად? ეს არის ტერმინი, რომელიც დგას ისანში, ისნის ველზე, ისანი მეტროს, ისნის მიმდებარე მთლად არ წარმოიდგინო, დღევანდელი ისანი, ის ძველი ისანი არ იყო სხვათა შორის. ისნის ველი იწყებოდა დაახლოებით რომ აგიხსნათ, მეც ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით არის ეს აი დღევანდელი სავარაუდოდ ავლაბრის ტერიტორია. ანუ მტკვრის იქეთა ტერიტორია უფრო იყო კარვის ადგილი მაშინდელი, რომელიც არის სათათბირო ორგანო, ცალკე სათათბირო ორგანო, იდეა, რომელიც გაჩნდა ფაქტობრივად თამარის ეპოქაში მე-12 საუკუნის 80-იან წლებში და უკავშირდება აუცილებლად ყუთლუ არსლანს. სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საქმე პრაქტიკულად უნდა გადასცემოდა კარავს, რომელშიც შედიოდა სასამართლო საჯარიმო გადაწყვეტილებების მიღება ძირითად შემთხვევაში და ეს საკითხები თუ გადაწყდებოდა, მერე სამეფო კარს მხოლოდ ის ექნებოდა გასაკეთებელი, რომ არსებული გადაწყვეტილებები მიეღო და დაემოწმებინა. და სხვათა შორის ხელისუფლების დანაწევრების პრინციპების შემოღება ხო, შესაძლებელი დელეგირების იქნებოდა. პრინციპი იყო და პასუხისმგებლობის დეცენტრალიზაციის პრინციპი იყო გამოყენებული და სხვათა შორის სპეციალურ კარავში გაარჩევდნენ იმას, რასაც შემდგომ თამარს გადასცემდნენ. აქ მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მუნიციპალური ხელისუფლება დღევანდელი გაგებით გადაწყვეტილებას პირდაპირ იღებს. თუ რაიმე გრანდიოზული არის, მაგრამ მაინც გადასცემს. ამ შემთხვევაში ცენტრალური ძალა თამარი იყო და მას რაიმე გადაეცემოდა, რაც გადაწყვეტილებასაც მიიღებდნენ,
და წყაროში პირდაპირ წერია ეს ფორმულირებაა რომ ყუთლუ არსლანმა ითხოვა დადგმად ველსა ისნისასა კარავი, ხო? და ეს კარავი არის დღევანდელი პარლამენტი ამიშენევა, მოკლედ, ცალკე სათათბირო ორგანო, სადაც ჩვენ ცალკე ვიქნებით, ხო და ეხლა ცოტა ლოგიკურად თუ დაუფიქრდებით, საინტერესო რა არის, იცით? თამარი ამბობდა ამას, სად მიდიხარ, კაც ვაგერ მოდი და აქ ილაპარაკე, ანუ რად გინდა შენ ცალკე შენობა ლეგიტიმაციისათვის. ხო, ეგ ცალკე გასაგებია, მაგრამ რაც სხვათა შორის ყუთლუ არსლანმა ვერ დაუმტკიცა თამარს. იყო ეგ პრინციპი, რომ თუ შენ ანუ ყუთლუ არსლანის იდეა რა იყო, ეს წყაროებში ხა ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ ეს ჩემი ინტერპრეტაცია და არა მხოლოდ ჩემი. ყუთლუ არსლანის იდეა რა იყო, რომ მას უნდოდა ცალკე და რაც თქვენ თქვით ლეგიტიმაციის მოპოვებაც ერთგვარი და სავარაუდოდ მერე სხვა რაღაც. ეს ხალია ეხა და ამ ხალის შუაზე ხო არ გავივლით. პრინციპით შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ თამარი ეუბნება ძალიან მშვიდად. თუ შენ გინდა კარავი, რად გინდა კარავი, როცა შეგიძლია აქ ითხოვ და გამაკრიტიკო, ანუ ძალიან შემწყნარებლური პოლიტიკა ჰქონდა თამარს და ამ მოცემულობით მამის მიერ წახალისებულ არისტოკრატიას, რომელიც მაშინ მამამისის დროიდან დაწინაურებულ პოზიციებზე იყვნენ, აძლევდა რა, მამაჩემის ხათრით ეხა გაძლევა, მაღალ თანამდებობებს გაძლევდა. აბა შენ იცი. აი, როგორი შემწყნარებელი, ანუ პრინციპი კარავი ამ შემთხვევაში სწორედ ამ პერიოდში იკვეთება. ეს არის 1184-95 წლები სხვათა შორის მეგობრებო და არა შემდგომ 84 წელს 91 წელს თანამოსაყდრად გამოაცხადა და 85 წელს უკვე თამარი გამეფდა. და 84-95-ში როცა თამარის მეფობა უკვე ლეგიტიმურად უნდა მოხდეს, ამ დროს იკვეთება კარავი. ანუ მეფობის დაწყებიდანვე გააკეთეს ეს, მათ უნდოდათ სასახლის შიდა ძალთა გადანაწილება და მთავარი კითხვა არ გაინტერესებთ, ეს რატო არ მოხდა მაგალითად 16 წლის დავითის შემთხვევაში. ქალის ფაქტორია? ქალი. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ქალი, ვინ მართავს სახელმწიფოს და ქალი. აი წარმოიდგინეთ, რა სასაცილო და ეს იყო რა ქვია აგდებული, აი დაახლოებით ეხა რა შედარება ამას არ უნდა ვაკეთებდეთ თამართან, მაგრამ ვინ მართავს დღეს ჩვენ სახელმწიფოს? უმაღლესი რანგის ადამიანი ფეხბურთელი ყავს. ანუ ხო დაცინვაა ჩვენთვის და რაღაცა სიგირია რა, ანუ ამას ვერ აღწერ ნორმალურ ავიღოთ თუნდაც ქალია. ნუ არ ვიცი ეხლა მოროშკინა არანაირ პოზიციაზე არ არის და მაგ ხალხს არაფრად არ წვის საერთოდ ალქაჯია ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ დეტალი არის ის, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ თანამდებობაზე ყავს გაუნათლებელი პრეზიდენტი, ისა ფეხბურთელი, ხო? მაგრამ შუა საუკუნეობრივი გაგებით თამარი იყო ქალი. ქალი დღევანდელი გაგებით არის ყაველაშვილი ფეხბურთელი. პრეზიდენტს ლანწყავს. ვერ გავიხე რა მოხდა? მე? დაგვიჭერენ, ჩვენს დაგვიჭერენ. სიფოსად დაიჭერე. ეგ ისია პრეზიდენტი, როგორც მე ვარ მათემატიკოსი. ესე იგი, მეკითხება ვის ლანწყავს და პრეზიდენტს. მე. ხო, ანუ კითხვაზე პასუხის ძებნის ნაწილი რომ ბევრი არ დაგჭირდეთ, მთავარი პრობლემა ამ ხალხს, რაც აი ქართველებს რაც აღიზიანებდათ ოდითგანვე იყო სირცხვილი და ნამუსის ატანა, იმიტომ რომ მაშინდელ ყოველდღიურობაში იყო ესეთი კითხვა, სხვა რა სიტყვის. და პრინციპი სხვა რა სიტყვის და აგერ ქალი გავამეფეთ ტახტზე. ანუ ეს კონკრეტული თარიღები, ნუ პირდაპირ უნდა ვთქვა, პირდაპირ არ ჩანს. პირდაპირ ჩანს პირიქით კვლევით ლიტერატურაში, რომ ყუთლუ არსლანის ჯგუფის ეგრეთ წოდებული პროგრამა, შეფარვითი პროგრამა, რომ მოდი ახლა ქალს გაუვადა რაღაცნაირად დაგვითმობს, სწორედ არის 1184-95 წლებში ჩამოყალიბებული იდეა. ეხა უფრო სანდო ენციკლოპედიური დეტალებით რომ ჩავყვეთ და გავყვეთ ამ პრინციპს, ყუთლუ არსლანი იყო ვინ? მეჭურჭლე თუ ხუცესი, ხო?
ერთ-ერთი ფინანსთა მინისტრი დიახ, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა, რომელიც რასასაცილოა, რომ თამარი მის მაკრიტიკებელს აძლევს ფულს. ფული არის გავლენის უმთავრესი წყარო. სავარაუდო მოღვაწეობის ჩარჩო ყუთლუარსლანის არის 1077-დან, რომელიც პრაქტიკულად ორბელთა გამოსვლას ემთხვევა. ორბელები იყვნენ ისინი, ვინც თამარის მეფობას ლეგიტიმურად არ აღიარებდნენ და ამ ორბელთა აჯანყების ჩახშობას ძალიან დიდი დრო მოანდომა. ერთი ქმარი შესწირა ფაქტობრივად თამარმა და შესაბამისად სისხლი დაიღვარა 1085 წლამდე. ანუ ის რომ ყუთლუარსლანი პროვოცირებული იყო, დავალებული იყო, შეიძლება აგენტურული ნაწილითაც თამართან მიმართებაში, რომ შენ ეხა წადი და თამარს ესეთი კარავი და დეცენტრალიზაციის პრინციპი და მე შენ როცა მომენტი გექნება თავი მეფე, აი ესეთი რაღაც შეიძლება და ყოფილიყო და მისი საგვარეულო კუთვნილება უცნობია. ძალიან საინტერესოა, რომ გიორგი გახარიასავით ჩამოვიდა ესეც პრემიერად და ეგეთი იდეები გაუჩნდა, რომელსაც უნდოდა რომ და გამხდარიყო რაღაც ისეთ თანამდებობას და უბრალოდ რა არის, იცით რომ მისი წარმოშობა ერთი მეცნიერულად დაპირისპირებული ძალიან ბევრი აზრი გვაქვს, რომ სადაური იყო როდინდელი და ვისი და რისი, მაგრამ თამარმა პირდაპირ დააპატიმრა თავიდანვე, მაგრამ როცა შემდგომ უკვე ეს ქაოსი მოყვა ამ ყველაფერს, ლაშქრის თხოვნით გაათავისუფლა. ფაქტი ერთია, რომ ლაშქარი როცა გთხოვს, რომ გაათავისუფლო ვიღაცა ტიპი ყუთლუარსლანი, ესე იგი გავლენები გააქვს შესერიოზული, ანუ ესეთი მარტივად დასაპატიმრებელიც არ ხარ ამ შემთხვევაში. ეხლა ეს ჯგუფი რა სითხოვდა და რა სურვილები ჰქონდა, ეს ძალიან საინტერესოა. ბირთვი ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ასე მოვიაზროთ, რომ პირველი რაც უნდოდა ის იყო, რომ მათ ჰქონოდათ სამართლისა და შეწყალების საკითხები პირდაპირ გადაცემული. ანუ ჩვენ შევიწყალებთ, ჩვენ განვიხილავთ და იურიდიული კომპეტენცია რომ დასვა ჯვარი და დაარტყა ბეჭედი, აი შენზე იყოს ეთანხმები თუ არა. ანუ გადაწყვეტილებას კარავში მივიღებთ, ხოლო შენ უბრალოდ ხელს მოაწერ. ანუ შენ იქნები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით პარლამენტი და ჩვენ რასაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, შენ ბრძანებას ოფიციალურად კონსტიტუციურად ასახავ. ეს არის კონსტიტუციური მონარქიის თემა. დიახ, ეს არის სუფთა საპარლამენტო მოწყობის, რაც კონსტიტუციური მოწყობის მონარქია, რომელიც არის უნიკალური, მაშინდელი აზროვნების ფორმა, რომ აქამდე მივიდა, ეს ძალიან კარგია. და თვითონ ამ წყაროთა ქრონიკაშიც პირდაპირ ჩანს, რომ იდეის ავტორიო ბაძავსო უცხო წესის მმართველებსო. უცხო წესებში იგულისხმებიან უცხო ვინ არის. ჩვენ ვისწავლეთ ეს ტერმინოლოგია, უცხო მაშინაც და პრინციპში ახლაც არის ის, ვინც ჩვენთვის, ჩვენი კულტურისთვის განსხვავებული ხასიათის მატარებელია. მაგალითად, ერთ-ერთი დეტალი, რაშიც ვარაუდობენ, რომ არის უკავშირებს სპარსული წესის ხაზის გადმოტანას. ისტორიოგრაფიული კამათი ძალიან ისეთია, ახლა განსხვავებული აქ ბოლომდე ვერ გეტყვით, რომ ეს ასეა, რომ სპარსული წესი იყო მაინც და მაინც, მაგრამ რეალური საგარეო მოდელის მიბაძვა იყო. ეს ისეთი პრინციპია, რომ დღეს ახლა დანიური სწავლების მეთოდი მოგწონდეს, ან ფინური სწავლების მეთოდი მოგწონდეს და ჩვენ სახელმწიფოს როგორც ადრე, ისე ახლა გადმოაქვს რაღაცები და პოლიტიკური ლეგიტიმაციის ენის მიბაძვის დონეზე, რომ ნახე იმ ქვეყანაში რა რეფორმა შემომაქვს. ანუ ეს იყო ერთი შეხედვით უნიკალური რეფორმის ხაზი, რაც უნდა გამოიკვეთა. ანუ მოთხოვნა იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას. ყუთლუარსლანის წინადადება პრაქტიკულად არის და პრაქტიკულად სამეფო კარმა აღიქვა როგორც სამეფო ძალაუფლების დასრულება. ანუ მე მეფე აღარ ვარ. შენ თუ ამას დათანხმდები, სამეფო ძალაუფლება სრულდება და გვინდა ეხა ეს რომ დასრულდეს, ქრონიკა ყოველ შემთხვევაში ასე აფასებს ამ შემთხვევაში. მეორე პუნქტი არის დაპატიმრება, სასახლის მხარე სწრაფად მოხდა რეაგირება და ყუთლუარსლანი სასწრაფოდ დააკავეს. მერე არის უკვე ძალის დემონსტრირება, რომ ყუთლუარსლანს ვერ დააკავებ და გაათავისუფლე და იწყება პრაქტიკულად
მათი მხარდამჭერების, ვისი ყუთლუარსლანის მხარდამჭერების მობილიზება, სამოქალაქო ომის წინაპირობების ზღვარი, შედეგად თამარი უკვე გადადის მოლაპარაკებების შემრიგებლურ პოლიტიკაზე და ქრონიკაში იცით თქვენ უკვე ახსენეთ გონი თია იყო ქალთა გაგზავნა და დაპატიმრება რომ დაპირება ქალებს გზავნის ხვაშაკ ცოქალი და კრავაი ჯაყელი იგზავნებიან ისინი და ეუბნება რომ პირდება რომ მე შენ არ დაგსჭი ნუღელა ანუ შენ კი ესეთი რაღაცები გინდა სურვილები გაქვს მაგრამ არ დაგსჭი ნუგეშინია და აქ ძალიან საინტერესო რაღაც არის იდეა რაც ქონდა დამარცხდა ანუ ეს ჯგუფი რომელიც ამ ხარს უჭერდა ამ პოლიტიკას უჭერდა ამ ხარს თლიანად არ განადგურდა მაგრამ იდეა დამარცხდა და აქ წყაროში პირდაპირ არის ნახსენები რომ მხარეები შეეგუვნენო და აირჩიეს კომპრომისული პოლიტიკა ფიცის მორჩილების ხაზით ანუ კარავი როგორც ინსტიტუტი არ დამკვიდრდა მაგრამ პოლიტიკური ჯგუფი მთლიანად ნულზე არ დაისვა როგორც ასეთი და ეს არის კლასიკური შუა საუკუნეების პოლიტიკა დასჯა შერიგება მე ერთგულების ფიცის მოთხოვნა და მე ამ შემთხვევაში ერთგულების ფიცის დადება აქ არის რაც უნდა გამოიკვეთოს აუცილებლად სამი ძირითადი კამათი პირველი არის ალბათ ის რომ ვის დაეყრდნო ყუთლუარსლანი თქვენი აზრით რომელ წოდებას დაეყრდნო პირველ წოდებას მეორეს თუ მესამეს ალბათ მეორე წოდებას არისტოკრატიას ხო ნუ სასულიერო პირებს პარჩოთ ხო ბუნებრივია რომ ეს ან ზოგადად კამათი დღემდე მიდის ამაზე და ჩვენ არ გვაქვს ვის დაეყრდნო მაგრამ ვინაიდან მას ისეთი მობილიზაცია დასჭირდა რომ რაღაცნაირად გათავისუფლება შეძლეს მისი ეს ვარაუდი უფრო მიდის მესამე წოდებისკენ იმიტომ რომ ხალხი როცა მხარს გიჭერს ეს ნიშნავს რომ შენ სერიოზული მიზნები გაქვს ამ შემთხვევაში და უფრო მარტივად რომ ვთქვათ აქ შეიძლება მოიაზრებოდეს ქალაქური ზედაფენა ვაჭარ-ხელოსნები რომლებიც ძირითადი შემომტანი იყვნენ ზოგადად მაშინდელ საქართველოში რაღაცეების ამ შემთხვევაში მეორე ხაზში შეიძლება მოვიაზროთ როგორც ფეოდალური ოპოზიცია ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი რომელიც იყენებდა ლიდერულ პოზიციებს ამ შემთხვევაში და თვითონ ლექსიკონური ჩანაწერებიც კი როცა ყუთლუარსლანზე ვსაუბრობთ მისი სოციალური წარმომავლობა ვინაიდან სადავო ასე უწერია უგვაროთაგან აღზევებული ხო უგვაროთაგან აღზევებული თუ ხარ საქალაქო ზედაფენა შეიძლება იყო ან იყო თლად დიდებული მაგრამ აზნაურამდე ამ შემთხვევაში ანუ რეალურად სამივე პოზიცია ფიქსირდება რა ავტორთან ანუ მას აშკარად აქვს სერიოზული მხარდაჭერა და ნუ რაც შეეხება ხა პარლამენტს ნუ პარლამენტს ბოლომდე და ფრთხილად უნდა ვთქვათ ზოგადად რომ პარლამენტი არ იყო მაინც და მაინც თამარის ეპოქაში შექმნილი ის რაც იყო მაგრამ ეს იყო მცდელობა წოდებათან ჩანასახი ბუნებრივია თანხმობის კონტროლის მცდელობა და კი ეს იყო თანხმობისა და კონტროლის მცდელობა მე შენ მოგცემ მაგრამ სასაცილო რა არის იცით რომ ეს წოდებრივი წარმომადგენლობითი ორგანოები სხვაგან ფულს აძლევდნენ და ჩვენ სასაცილო ის არის რომ ჩვენი ქვეყანაში ყოველთვის ვიღაცებს აი მაგალითად ალტინფოს უნდა ხელისუფლებაში ძალაუფლება და არაფერს არ აძლევს სანაცვლოდ ხელისუფლებას ანუ ფულს არ აძლევს აქეთ დაფინანსებას ითხოვს ანუ ხალხისგან ანუ რეალურად მე შენ ფულს მოგცემ მაშინ ევროპაში ასეთი პრინციპია თუ შენ მომცემ სანაცვლოდ ესა მე შენ მოგცემ უფლებებს მაშინ თუ შენ მომცემ ფულს სანაცვლოდ ჩვენთან პირიქით არის შენ მომეცი უფლებები და ფულსაც არ მოგცემ ამ შემთხვევაში ანუ ეს პრინციპი მოქმედებს ამ შემთხვევაში ჩვენთან და ალბათ ამიტომ იყო რომ თამარმა ვერ დაინახა ეხა რომ ყოფილიყო დიდი ფული რომელიც თამარს ალბათ იმ პერიოდში სჭირდებოდა ბუნებრივია რაღაცაზე უფლებრივად მიანიჭებდა იმიტომ რომ ეს თავაზობს გარკვეულ ჯგუფს თანხის სანაცვლოდ მარტივია რომ უფლებრივად დაამტკიცებ რაღაცას თმობ ამ შემთხვევაში
ამიტომ თუმცა უნდა ვთქვათ ეხლა ჩვენ ივანე ჯავახიშვილს ვერ გავწდებით, მაგრამ ივანე ჯავახიშვილი ეხლა ეროვნულად მოაზროვნე იყო და შესაბამისად იტყოდა ამას, რომ მან თქვა რომ კარავი არის მაგნა კარტა. იგივე ამ შემთხვევაში და შესაბამისად ივანე ჯავახიშვილს მე ვერ გადავახტებ, ეხლა თქვენ განსაჯეთ, გინდათ თუ არ გინდათ ეს ასე მიიღოთ, მაგრამ სხვა მკვლევრები მაგალითად როინ ეხლა სხვა მკვლევარი როინ მეტრეველი როგორ იყოს, მაგრამ როინ მეტრეველი თუნდაც და რა ვიცი ლეტოდიანი ერთ-ერთი არის კიდე ძალიან კრიტიკულად აღიქვამენ დამკვირვებლური მექანიზმი ზოგადად მაგნა კარტასი მაგნა კარტა ქმნიდა დამკვირვებულ მექანიზმს, ანუ მას ჰქონდა და ჰყავდა 25 ბარონი, ეგრეთ წოდებული, ეს ბარონები ქართული წყაროს მიხედვით არიან ხუთლუარსლანი, იგივე ბარონი, რომელთაც სურდათ მეფესთან ერთად კანონ შემოქმედობის პრინციპი გაეზიარებინათ. და შესაბამისად ეს უკვე სხვა დონეა, მიხვდით რომ მე შენ გაკვირდები და თან შენთან ერთად განვიხილავ და შენ რასაც მიიღებ, მეც განვიხილავ და ერთად გადავწყვეტოთ. ეს ამბობდა რომ მარტო მე განვიხილავ, ანუ ყუთლუარსლანი, მარტო მე განვიხილავ, მე მივიღებ და შენ უბრალოდ დაადასტურე. ანუ პირდაპირ ართმევს აკრძალა უფლებას. ორი ხაზი მგონია და ამით ალბათ უნდა დავასრულოთ ამაზე მსჯელობა და მე მგონი ძალიან იდეალური ეპიზოდი გამოგვივიდა ჩვენ ამ გაკვეთილის ახსნის, იმიტომ რომ საკმაოდ დეტალურად ჩავშალეთ. კარავის მნიშვნელობა ზოგადად ისტორიოგრაფიულად და ალბათ არის ძალიან ესეთი საინტერესო და რასაკვირველია ესეთი დომინოს პრინციპით ყველაზე მეტად უჯდება კარავი მაგნა კარტას, იმიტომ რომ ეს არის ლანდტაგური კორტესული პარალელი, ყველაზე მეტად საქართველოში სხვა ალტერნატივას ვერ მოუგონებ. ესეც კი გარდა ამისა, საქართველოს მე-12 საუკუნის არისტოკრატია მაღალი ცენტრალიზაციის ეტაპზე დგას, უმაღლესი ცენტრალიზაციის ეტაპზე დგას, მაგრამ ამავდროულად ჩნდება იმ ელიტური კონტროლის მოთხოვნა, რასაკვირველია საქართველოშიც ეს იქნებოდა ფისკალური პირველი, ფინანსური და ამიტომ ჩააბარა მეჭურჭლეთ უხუცესის თანამდებობა ალბათ ყუთლუარსლანს და იურიდიული. ამიტომ უთხრა რომ მე განვიხილავ კანონებს და მე შენ მოგიტან და ბეჭედი დასვიო. შესაბამისად, კარავი აჩვენებს რომ ძალაუფლება შეიძლებოდა წერილობით ინსტიტუციურ ფორმად წარმოგვედგინა, თუნდაც არ განხორციელებულიყო და ეს ყოფილიყო და კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ჯერ დააპატიმრეს ყუთლუარსლანი, მერე გაათავისუფლეს, მერე დაიწყო მოლაპარაკებები, ფიცი ამ შემთხვევაში, რაც არის როგორც გითხარით შუა საუკუნეების პოლიტიკური მოდელი და შესაბამისად ამ ყველაფერმა შექმნა პრეცედენტი, რომელმაც საერთო ჯამში საქართველო აიყვანა და მოახვედრა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ თანმდევ ფურცლად, რომელმაც სხვაგვარი ხედვა და ის ჩამოაყალიბა. ხო. მე მგონი ყველა დეტალს შევეხე, თუ გაქვთ რამე კითხვა. არა, ვასწრებთ ჩვენ და მიხარია. ევროპას ხო ვასწრებთ. დღეს? არა, მაშინ. თამარის დროს, ხო პირველები ჩვენ ვიყავით. თამარის დროს კი ბატონო, თამარის დროს მართლა ვასწრებდით ევროპას, იმიტომ რომ ოღონდ ვასწრებდით აზროვნებით და მოწყობით არა. მოწყობით ვერ გავასწარით, მოწყობით ინგლისმა გაგვასწრო ყველას. თუმცა თამარის მონარქია იმდენად ჩვენ ასე გგონია რომ გავასწარით, მაინც უნდა ვთქვა ახლა. ჩვენ ასე გგონია რომ გავასწარით, იმიტომ გგონია ასე რომ წარმატებული სახელმწიფო შექმნა თამარმა. თორემ ჩვენ ხო არ ვიცით, აი ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის პეპლის ეფექტი, ხო გადიოდა ადრე ესეთი სერიალი და მე ვდებ ხოლმე სხვათა შორის ისტორიის პლატფორმაზე ამ ძველ სერიებს და ხო, აი ძალიან მიყვარდა ეგ სერიალი, კარგი იყო და რა, აი სულ მაინტერესებდა პეპლის ეფექტით როგორ განვითარდებოდა ყუთლუარსლანს რომ გაემარჯვა საქართველოს ისტორია და რა ტენდენციაში და სად მივიდოდით ამ შემთხვევაში ჩვენ, რა შედეგებზე მივიდოდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ალბათ, რაც უნდა გაგვიაზრებინა. და ნუ ეხლა ბარემ აქვე ჩავამატებ, ზოგადად ვინ არიან
ხვაშაკ ცოქალი და კრავაი ჯაყელი და საერთოდ ქალებს ხვაშაკი და მეცახელად ცოქალი ხო ვინ იყო მიეკუთვნება ეს ყუთლუარსლანის პოლიტიკურ ჯგუფს ქრონიკაში სხვათა შორის რა ქვია მიიჩნევა ამ კარავის მხარდამჭერ იდეა მხარდამჭერად როგორც ასეთი და წარმოადგენენ სასახლის იმ ახალ ელიტას რომელიც არის ზუსტად საქალაქო ადმინისტრაციული ზედაფენა ანუ ესენიც არიან სავარაუდოდ უგვაროთაგან აღზევებული საზოგადოების ნაწილი და შესაბამისად აი აქ არის თამარის უნიკალურობა რომ იგი აგზავნის იმ სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს და მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს რომ ხვაშაკ ცოქალი იყო იმ სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი რომელიც არ იყო ძველი ფეოდალური არისტოკრატია ანუ ეს არის ახალი თაობა ანუ ახალი ბიუროკრატიული ქალაქური ფენა რომელიც ცდილობს რომ ძველ თაობას აჯობოს და დაიმკვიდროს ახალი ინსტიტუციური გადანაწილების დროს სადღაც ადგილი. ამიტომ ხვაშაკ ცოქალი ხშირად განიხილება არა როგორც ფეოდალი, არამედ როგორც რაღაცა ახალი პოლიტიკური კლასის მებრძოლი შესაბამისად. თვითონ კრავაიც აქტიური მომხრე იყო გარკვეულწილად, მაგრამ აი აქ უნდა გამოიკოთოს ეს დეტალები, რომ პოლიტიკური ქსელი, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს, ეს ნაწილი არსებობს, მაგრამ ეს არ არის როგორც რაღაცა დამოუკიდებელი ელემენტი და შესაბამისად ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ვისიც არის აღსანიშნავი, რომ ახლა რა თქმა უნდა თამარი საკმაოდ ძლიერი მმართველი იყო და მაგრამ თამარს საკმაოდ კარგი სიტუაცია შეხვდა მამამისისგან. პაპასგან დავიწყოთ ჯერ პაპა. ხო, ქვეყანაში ასე თუ ისე სტაბილური მდგომარეობა იყო. და ვფიქრობ, რომ ამანაც განაპირობა ის, რომ თამარი დღეს საკმაოდ ძლიერ მმართველად მოიხსენიება. რა თქმა უნდა, ეხლა თვითონ რო სუსტი ყოფილიყო და თვითონ რო არ ყოფილიყო ძლიერი წყალს გაატანდა ყველაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სტაბილური მდგომარეობა შეხვდა. მაქვს კიდეც შეიძლება. აი ესეთი რაღაც მაქვს საკითხული, რომ ვითომ ეს ორი ქალი რა ტიკით სავსე ღვინოები შეიტანაო, იქო დაათროვო ეს რაღაცა თქმულება უბრალოდ, ხო? არანაირი ისტორიული ის არ არის. არა, ეს არის უბრალოდ, ანუ ვინ არიან ზოგადად, ეს არის აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარი გზავნის კრავაი ჯაყელს მიაგზავნის ამ შემთხვევაში ორი ვერსია, ერთ-ერთი ვერსიით შეიძლება თავად ამ პროექტის მხარდამჭერები იყვნენ ოღონდ თამართან ახლო ურთიერთობა და ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ. აი როგორი რაღაც მგონია, იცი, ქალები რატო იგზავნენ? ეს არის ჩემი უბრალოდ თანამედროვე ტერმინოლოგიით თამარის სადაქალო რა. მარტივად რომ ვთქვათ, რომელიც არის კრიტიკული თამარისადმი, მაგრამ გავლენიანი. ესენი არიან თან ორი საპატიო დედოფალი, ანუ ხვაშაკ ცოქალი და კრავაი ჯაყელი, ან ორი საპატიო და აქ დედოფალი არ არის მაინც და მაინც იმ მნიშვნელობით, რომ დედოფალი ეს არის ქალები, ქალბატონები, დიპლომატიური მისიის მატარებელი და აშკარად რადგან ეხა როგორ გინდა შენ რომ ქალი ხარ, აირჩევ ქალებს, ანუ ქალები შენ ხას ავითარებ, ხო? უნებრივია. შესაბამისად თამარს ალბათ ამ ორ ქალთან და შეიძლება ბევრი ქალებიც გიყავდა, რა ვიცი მე. ამ ორ ქალთან ქონდა ალბათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა, ისეთი, აი, ყავაზე რომ დადაქალდებია ხოლმე და ბევრი ინფორმაციას. რა ვიცი მე რა კარგად ჩაურთო. ყველაფერი იცი და მაგეც გეცოდი. არა, არ ვიცი მე ხო ჩვენ არ გაქვს წყარო ამ შემთხვევაში ვინ როგორანაირად. ანუ ესენი არიან მაღალი წრის წარმომადგენლები, ავტორიტეტებით, გავლენებით,
შეიძლება არ ვიცი ეხა ეს ჩემი სუბიექტური დაშვებაა ეს ქალები რაღაცა ერთი ღამეც აჩუქეს ამ კაცს და უთხრეს რომ აი ხა გაჩუმდი და ხმა აღარა მოიღო შენი ნერვები რატომღაც ეს ორი ქალი წარმომედგინა აი ცოტა მსუბუქი ყოფაქცევის ქალები რომელიც მიუგზავნეს სასაცილოა რომ არ აგზავნის თამარის სამხედროებს აგზავნის ავტორიტეტებს და ну აშკარად ეს ქალები იყვნენ აი თურქულ სერიალებში რო არიან დედები და დედამთილები რო მოდიან და ინდურ სერიალებში რო არიან ქალები და ყველას რო ეშინია მათი შეიძლება თამარზე მეტი გავლენაც ქონდა თამარ ხალხს არ ვიცი ამ შემთხვევაში მაგრამ შუამავლები არიან რომლებსაც ორივე მხარე იღებს რომელსაც ორივე მხარე აღიქვამს და არ იღებს მათ მოძალადე ჯგუფებად ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ესენი არიან ქალები და თან ქალები რო არიან ხო ეს ხო ფაქიზი არსებები არიან ამ შემთხვევაში და ვისთვის ფაქიზი და ვისთვის რა ვიცი ხა ლისი გამტარი ანუ თამარის პოლიტიკური სტილის გამტარი საზოგადოება რბილ მართველნი როგორც ასეთი რომელიც თან ძალას აჩვენებენ თან დიპლომატია და შიდა ომიდან თავისაცილების პრინციპები აქვს და შესაბამისად აქ კიდევ ერთი დეტალია ის რომ მე ვფიქრობ ორბელთა აჯანყება რომ აქ უკვე თითქმის მილევად პროცესია და შედეგი თამარის სასიკეთოდ დგება აი ეს ყუთლუ არსლანი უკანი ხელ შეიძლება რაღაც ნაწილი ესეც მგონია რომ მაინც ოპოზიციური ძალები დამარცხდნენ ვინც თამარს ებრძოდნენ გარკვეულწილად თამარს და მამამის და შესაბამისად აქ უნდა გამოიკვეთოს რომ ეს პრინციპი ამაზეც გარკვეულ გავლენას ეს მოვლენა ამაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს თვითონ ხვაშაკ ცოქალი იყო ამ შემთხვევაში და მისი პოლიტიკური ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია რომ მას ჰქონდა იმის გარდა რომ წარმომადგენლობითი ფიგურა იყო ჰქონდა ქართლის ერისთავის მის რა ქვია რა ერქვა რატის დედა იყო ანუ მაღალი წრის ქალი იყო როგორც ასეთი და წარმომადგენლობითი ფიგურა იყო მაღალი ავტორიტეტით და დიდგვაროვანი ფეოდალის კრავეჯაყელი იყო დიდგვაროვანი ფეოდალების სამძივართა დედა დიდგვაროვანთა ქსელი ეს რაღაცა კავშირი იყო ამ შემთხვევაში იქ იყო ესეც ანუ ეს ქალები არიან დაახლოებით 20-30-40 მაღალი ფეოდალური წრის გავლენის ზენიტში ანუ ესენი არიან ვინც არიან რა მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ და მეტი დეტალები აღარ განვაგრძელოთ და აღარ გავაგრძელო. კარგი. ეს იყო და ეს ჩვენი გაკვეთილი. ერთი კითხვა მაქვს. თამარის დროს ან თამარამდე ევროპაში ასეთი ქალი მეფის შემთხვევა იყო?